22 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და ცხოვრება საყვარელი საქმის გარეშე. 43 წლის ხაშურელი ალექსანდრე მაღალდაძე ყოფილი მოჭიდავია. მხედველობა თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციის დროს დაკარგა და მას შემდეგ სრულად შეიცვალა მისი ცხოვრება. რამდენიმე წლიანი დეპრესია ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით გადალახა. როგორია ყოფილი სპორტსმენის ცხოვრება ახლა და რა საჭიროებები აქვს მას ნახეთ სიუჟეტში. რომელზეც ეს ევროპის მედალი სოფიაში ვიყავით ბულგარეთში. და აი მანდ მივიღე მესამე ადგილი პირველი გასვლა იყო საზღვარგარეთ ჩემში. ნორ ალექსანდრე მაღალდაძე 42 წლის მყავს ცოლი, 3 შვილი, 3 გოგო მყავს. ვიყავი ყოფილი სპორტსმენი, ჭიდაობდი ბავშვობიდან 5-6 წლიდან ჭიდაობდი. მაქვს მრავალი ტურნირი მოგებული საქართველოს მრავალი გზის პრიზიორი ჭაბუკთა შორის, ევროპის პრიზიორი ჭაბუკთა შორის ჭიდაობა სამბოში, ქართული ჭიდაობის მრავალი ტურნირის გამარჯვებული. შემდეგ 22 წლის ასაკში დამემართა ასეთი დაავადება მინინგიომა, თავის ტვინის სიმსივნე რა. და მაგიტომ შევწყვიტე რა სპორტთან ურთიერთობა. შემდეგ ოპერაციები ჩატარდა, 1-2 ოპერაცია თავის ქალა ორჯერ მაქვს სახილი. მაგრამ ავიც ვაგზელებ რა, თავიდან ძალიან ძნელი იყო, მთელი 3 წელიწადი იყო, რა ვიცი, რაღაც კატასტროფა იყო რა, მაგრამ მეუღლის გვერდში დგომით, მეგობრების გვერდში დგომით ისე გავაგზელეთ რა ცხოვრება, 3 წელიწადი, მაგრამ ისე დეპრესიულად ვიყავი, ვაფშე გარეთ ვერ გავდიოდი, მაგრამ ისე ჩემი მეუღლის გვერდში დგომით, მეგობრების გვერდში დგომით, გარეთ გამიყვანეს და მე შემდეგ ნელ-ნელა აქტიურად შევეშვი ამ სიტუაციებს და ჩემპიონის ოპერაციები რო გავიკეთე, მყავდა 1 შვილი მარტო რა, 2 წლისა და 7 თვის მარიამი და იმის შემდეგ 2 შვილი შემეძინა და რავი აქტიურ ცხოვრებას მიყვები რა. ლევანკოჩია მომძებნა და ჩამიყვანა პარაოლიმპიელებთან რა ძიუდოისთან ნაკრებში და დავიწყე 2 წლის ჭიდაობა, მაგრამ თავიდან ამდენი წლები რო გამოტოვებული მქონდა, ვერავიტანი ვარჯიში ამიდან ამ წუთშიც იქ ვირიცხები ძიუდოისთან ნაკრებში ვირიცხები. გავლილი მაქვს ის შემოწმევა ყველაფერი უცინათროა კლასიფიკაცია გავლილი მაქვს, მაგრამ მინდა რა რომ ჩავერთო, მაგრამ რაღაც პრობლემები აი რომ გადავიდე, ვიყავი გადასული ლევანმა, ყველაფერი მომიგვარა პირადი წვლილიც მინახა რაღაცები დამეხმარა, მაგრამ ვერ შეbi, იმიტომ აი მაქვს სხვა პრობლემები, რომ აი მეუღლით უგოჩი არ მიდგას და რამე აი პირდაპირ არის რომ დიეტური საკვები რაღაცები თუ ვერ შემიწყო ხელი ვერ შეbi და ოჯახით გადასვლა ძალიან მეძნელება, ვერ შეbi რომ გადავიდე რომ ბინის თემის გამო რა. აი რა გესაჭიროებათ იმისთვის რომ მოახერხოთ ვარჯიში? აი ოჯახით რომ გადავიდე რა, რომ აი ამის ამ ბინის კი რა, რაღაცით აი თუ შემეწყობა ხელი რა. თქვენი შემოსავლის წყარო რა არის, როგორ ვთქვით შვილებს? პენსია, ბავშვების სოციალური დახმარება, არის გამგეობა, ეხმარება ხოლმე შიგადაშიგ არის ხოლმე რაღაცა დახმარებები ხოლმე. არის კიდე სოციალური ჩვენთან არის რაიონში ერთი ასეთი პიროვნება ლევანი გამრეკელი ძალიან კარგი პიროვნება აქვს გახსნილი სასადილოა უბრალოდ არის აი მარტო მე არა ძალიან ბევრი სიმედია ძალიან კარგი ადამიანია სასადილოთი სარგებლო კი აი სულ არის ჩემი აი ყველაზე აი სულ მაგისტრული მქონდა ხოლმე რომ აი საჩემ სპორტს მორჩებოდი მინდა და ხოლმე ჩემი სპორტის განხით მე მუშაობა და აი ხლა რომ უყურებ სანამ თბილისში გავედი აქეთ კიდე იმდენად არ იყო ხოლმე რომ გავედი რომ ხედავ რომ ეს შიშეუნპირები ბევრი მუშაობენ და რავი აი რო იყოს მაგის საშუალება დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი აი სპორტის განხით ან კიდაც ბავშვებთან რაც სამოცის ჩემი თემები რომ აი გადავცე და ვიმუშაო რა მაქვს ახლა აქტიურად თავარი კი უცინათლო ვარ მაგრამ აი შემიძლია რა ჩვეულებრივად დასაქმების კუთხით აი დიდი საუნებით ვიმუშავებდი. აი ერთადერთი რაც არის ყველაზე ძალიან კიდე ეგ მაწუხებს რომ აი ერთი და იგივე ყოველ დღე ჩადი, მანში ამოდი სახში. აი ვიცი ამ წუთში კიდე იმას ვიძახი რომ აი რომ სპორტის თემაში რომ ჩავერთო რა გინდათ აი ნაკრებში რომ ვარ აი თან თუ შემეწყობოდა ხელი აი რაღაც დიდი კარგი ამოვიქნებოდა ჩემთვის რომ
ამენერად ჩასულიყავი და გადავსულიყო და მევაჯიშე, იმიტომ ნაკლებში ძალიან მეგობრული ბიჭები არიან, ძალიან კარგია, ახანაგები ყავს, მეგობრები ყავს და ერთად რო ვართ ხოლმე ძალიან ისეთი თემაა, რომ უბრალოდ თავისუფლად ავაყენია.